საიდუმლო კონტრაქტები, მიწების მასშტაბური გადაცემა, ასობით ჰესის პროექტი, კრიტიკული მედიის დევნა, აქტივისტების დაჭერა. ეს ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებული მოვლენებია. ეკონომიკური კონცენტრაცია იცავს პოლიტიკურ ძალაუფლებას, ხოლო ავტორიტარული პოლიტიკა იცავს ამეკონომიკურ კონცენტრაციას. თუ გვინდა წრე რეალურად გავარღვიოთ, აუცილებელია არა მხოლოდ პოლიტიკური ელიტების ცვლა, არამედ იმ ეკონომიკური წესრიგის გადახედვა, რომელმაც შექმნა ასეთი კონცენტრირებული სიმდიდრე, ძალაუფლება და უთანასწორობა. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებას სჭირდება პოლიტიკური და სამოქალაქო თვითორგანიზება, რომელიც არა მხოლოდ რეჟიმის ცვლილებას, არამედ ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულების შეცვლას დააყენებს დღის წესრიგში. იმ მოთხოვნას, რომ საქართველოს ეკონომიკა უნდა ემსახურებოდეს ფართო საზოგადოებრივ კეთილდღეობას, განათლებას, წარმოებას, მეცნიერებას, ტექნოლოგიურ განვითარებას და არა ვიწრო ჯგუფების ინტერესებს, რომლებიც დღეს განსაზღვრავენ პოლიტიკურ პროცესს.